გამარჯობათ, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და რეიკის ენერგოთერაპევტი, რეიკის სისტემის სპეციალისტი და ტრენერი. ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ საკუთარი თავის გამაჯანსაღებელი ენერგეტიკული სეანსის ალგორითმი. ანუ როგორ ვაპრაქტიკოთ რეიკი პირველ საფეხურზე საკუთარი თავისთვის. სტანდარტულად, რომელსაც აქვს საერთო გამაჯანსაღებელი და ასე ვთქვათ, გამაძლიერებელი ეფექტი, იმიტომ რომ წინა ლაივში თუ გახსოვთ, მე მოგიყევით იმაზე, თუ როგორ მუშაობთ ქრონიკულ დაავადებებთან, ან რაღაცა ცალკე აღებულ სიმპტომებთან, როდესაც რაღაცა სპეციფიურად გვაწუხებს. ამ შემთხვევაში საუბარია საკუთარი თავის ზოგადად, ასე ვთქვათ, ნორმაში მოყვანაზე. მათთვის, ვინც ვართ რეიკის პრაქტიკოსები, ან ვინც ვართ მეორე საფეხურზე, ან რეიკის ოსტატები, ან მასწავლებლები, ყველაფერი გასაგებია, ასე ვთქვათ, ვიწყებთ რეიკის ენერგიის გააქტიურებით, ხო? მათთვის, ვისაც ჯერ არ აქვს რეიკის ინიციაცია გავლილი, ასე ვთქვათ, რეიკის ინსტრუმენტებს ვერ იყენებს, თქვენ შეგიძლიათ ანალოგიური, ასე ვთქვათ, მუშაობა, ანალოგიური ენერგეტიკული სეანსი გაიგეთოთ, ჩაიტაროთ სიყვარულის ენერგიის გააქტიურებით. სიყვარულის ენერგიაზე პასუხისმგებელია ჩვენი გული, ხო? შესაბამისად, სიყვარულის ენერგიის გააქტიურება ხდება შემდეგნაირად. ესე იგი, კონცენტრაციას ვაკეთებთ გულზე, გადავიტანეთ ყურადღება გულზე. შემდეგ გაიხსენეთ ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად გიყვართ. და იმდენ ხანს იფიქრეთ ამ ადამიანზე, სანამ გულში არ იგრძნობთ ფიზიკურად სიყვარულის ენერგიის შეგრძნების დონეზე. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ მას აქვს რაღაც ნაპერწკალის ფორმა, ხო, ნათებასავით არის. მერე წარმოიდგინეთ, რომ ძალიან გადით და, ასე ვთქვათ, გაცდა თქვენი სხეულის ფარგლებს შეავსო ველი. და ამის შემდეგ შეგიძლიათ წარმოიდგინეთ, რომ სიყვარულის ენერგია წამოვიდა მხრებში და წამოვიდა, ასე ვთქვათ, ხელებით. და შემდეგ გააკეთოთ იგივე, რასაც, ასე ვთქვათ, აღწერ ეხლა. იმისათვის, რომ შევამციროთ თვითონ ამ პრაქტიკის დრო, ხო, იმიტომ რომ რეიკის ტრადიციულად მიღებულია 3-დან 5 წუთამდე ხელების დადება თითო პოზიციაზე. მაგალითად, მეორე საფეხურის პრაქტიკოსებმა შეგიძლიათ გამოიყენოთ ენერგიის გამაძლიერებელი, ალბათ იცის რაზეა საუბარი, იმისთვის, რომ ფაქტიურად წუთი-წუთნახევარი გააჩეროთ ხელები თითო პოზიციაზე და შემდგომ ეს გამაძლიერებლები თვითონ განაგრძობენ, ასე ვთქვათ, თავის საქმეს. ამიტომ დავიწყეთ, ასე ვთქვათ, ან რეიკის ვააქტიურებთ, ან სიყვარულის ენერგიას, როგორც გნებავთ და ვიწყებთ, ასე ვთქვათ, უშუალოდ პრაქტიკას, ხო, უშუალოდ სეანსს საკუთარი თავისთვის. შეგიძლიათ ჩემთან ერთად გააკეთოთ ეს ამბავი ეხლა, თუ გაქვთ ამის დრო და საშუალება, ისე რომ ერთი 15 წუთი არავინ შეგაწუხოთ, ან შემდეგ შეგიძლიათ ჩანაწერში ნახოთ ეს ვიდეო, გადაახვიოთ და, ასე ვთქვათ, ისარგებლოთ. შეიძლება თქვენთვის გადასარევად არის ნაცნობი ეს თანმიმდევრობა, შეიძლება რაღაცა ახალი იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, სარგებლის მოტანა ამ პრაქტიკას შეუძლია და ძალიან დიდის და სერიოზულს. მაშინ სადამე დავიწყეთ. ესე იგი, პირველი პოზიცია ეს არის თვალები. ვიდებთ ხელებს ან თვალებზე, ან თვალებთან, როგორც გნებავთ.
დავიდეთ მეორე პოზიციაზე, ხელებს ვიდებთ საფეთქლებზე. ასევე წუთნახევრით. ახლა გადავიდანეთ რეიკი ყელზე, გნებავთ 100, გნებავთ 100. ახლა გადავიტანოთ ხელები თავის უკანა ნაწილზე. არ აქვს მნიშვნელობა რომელია ზემოთ ქვემოთ. თავი ერთმანეთს არ დაადოთ. ასევე წუთნახევრით. ახლა ერთი ხელი დავიდოთ თიმუსზე, მე აქ მეორე ხელი გულის ჩაკრაზე.
ახლა დავიდოთ ხელები მკერდის ზედა ნაწილზე. ახლა გადავიტანოთ ხელები მკერდის ქვედა ნაწილზე. ახლა დავიდეთ ხელები მუცლის ზედა ნაწილზე. ეს რაღაც კუჭის არეში. კუჭი ღვიძლი ელენთა იმ მაგ სართულზე ესე ვთქვათ. ახლა დავიდეთ ხელები მუცლის ქვედა ნაწილზე. სადაც ჭიპის მიდამოებში.
ახლა ჩავიტანეთ ხელები საზარდული სარეში. შევედით მადლიერების მდგომარეობაში. გადავუხადეთ გულთადი მადლობა ყველას და ყველაფერს, რაც გვეხმარებოდა ამ მუშაობის დროს საკუთარი თავის გამოჯანსაღებაში და დავასრულეთ. აი ესეთი საკმაოდ მარტივი და ქმედითი პროცედურა. ძირითადი მომენტი არის, რომ როდესაც ამას აკეთებთ, უნდა მოდუნდეთ. ამიტომ არის მაგალითად კომფორტული ვიდეოს ყურებით კეთება ამისი, იმიტომ რომ მეგეუნებით რა პოზიციაზე გადაიტანოთ ხელები, როდის და არ გჭირდებათ ყურადღების დაძაბვა, მაგალითად რამდენი დრო გავიდა და ახლა სადღაც წავიღო ხელი და ასე შემდეგ. ეს ერთი. რაც უფრო კარგად ხართ მოდუნებული ამ დროს, ხო? მით უფრო კარგად მუშაობს, მით უფრო კარგად მოძრაობს ეს სასიცოცხლო ენერგია, გნებავთ რეიკი, გნებავთ სიყვარულის ენერგია. პრინციპი არის ასეთი, თუ იწყებთ ასეთ პრაქტიკას საკუთარ თავზე, მე გირჩევთ, რომ გააკეთოთ ეს თვეში ერთხელ 4 დღიანი ციკლი. აიღეთ რაიმე 4 დღე, მიყოლებით, ხო? 1 2 3 4 გააკეთეთ პირველ დღეს, მერე მეორე დღეს, მერე მესამე დღეს, მერე მეოთხე დღეს. ამას, როდესაც აკეთებ პირველად, ხანდახან შეიძლება ორგანიზმმა დაიწყოს რაღაც ტოქსინების გამოყვანა, ემოციური ტოქსინების, ფიზიკური ტოქსინების, ფსიქოლოგიური ტოქსინების, ენერგეტიკული ტოქსინების შეიძლება ვიღაცები და რაღაცა გაგახსენდეს, აი ნიკოლოზ დროინდელი. ნორმალური ეს ამბავი შეიძლება სიზმრები დაგესიზმროს რაღაცა ძალიან უცნაური. ესეც ნორმალური მიიღეთ როგორც ორგანიზმის გაწმენდის პროცესი. რატო 4 დღე? იმიტომ რომ გვაქვს 4 მოკვდავი სხეული, ხო? ფიზიკური, ენერგეტიკული, ემოციური და მენტალური. შესაბამისად, ასე ვთქვათ, 4 დღის განმავლობაში აი აქ ვლაგდება ყველაფერი. რატომ თვეში ერთხელ ეს ციკლი და რატო არა უფრო ხშირად? იმიტომ რომ მე შემხედრია რეიკის პრაქტიკოსები, რომლებიც დღეში ერთხელ, დღეში 2-ჯერ, დღეში 3-ჯერ მათი ცხოვრების, ანუ აქტიური ცხოვრების ჩანაცვლება ხდება ენერგოპრაქტიკით მთლიანად და მე ასე ვთქვათ, რეალურ სხეულში, რეალურ ცხოვრებაში უჭირთ ფუნქციონირება ბუნებრივია, იმიტომ რომ რაღაც სულიერ მატერიებში არიან წასული და ხდებიან ძალიან გრძნობიარეები, არა ამ ქვეყნიური არსება ხდება მოკლედ. სიფრიფანა რო შეუბერო, ასე ვთქვათ, შეიძლება დაიშალოს. ესეთი რაღაცეებისთვის, ესეთი პრაქტიკებისთვის ადამიანები სპეციალურად მიდიოდნენ მონასტრებში, რაღაც მთებში, რაღაც ორდენებში ერთიანდებოდნენ, რაღაც დახურულ საზოგადოებებში, იქ სადაც ექნებოდათ ესეთი პერმანენტული პრაქტიკის საშუალება, ხო? ელემენტარული, ასე ვთქვათ,
ჩვეულებრივ ტრადიციულ ლოცვაზე როცა საუბარი, როდესაც ამას აკეთებ, ასე ვთქვათ, სისტემატიურად, ძალიან ხშირად და ინტენსიურად, ამისთვის ხალხი მონასტერში მიდიოდა, ხო, ამას არ აკეთებდა საერო, ასე ვთქვათ, აქტივობაში არ ურევდა ამას, ესე ინტენსიურად. აი, ესეთი მარტივი რაღაც. ამ 4 დღის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ ვთქვათ, სითხე, იმისთვის რომ მიეხმაროთ ორგანიზმს, რომ გამოიყვანოს ეს ტოქსიკური რაღაცეები. ხო და ესე თვეში ერთხელ 4 დღე გადასარევი პრაქტიკაა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის, ეს პროფილაქტირების თვალსაზრისით. ეს არის და ეს თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ამასთან დაკავშირებით, დავწეროთ კომენტარებში და გიპასუხებთ დიდი სიამოვნებით. აჰა, ესეთი კომენტარი. სეანსის დროს თვალს რომ ვხედავთ, ეს რას ნიშნავს? არ ვიცი რას ნიშნავს. თვალს ვხედავ სეანსის დროს. გაახილეთ თვალი. თუ დახუჭული თვალებით რაღაცა სიუჟეტებია და იმას ტარანტინოს და ჰიჩკოკს ერთად რო შეჟუხდებათ, გაახილეთ თვალები და ღია თვალებით აკეთეთ ეს ყველაფერი. აი, ესეთი რეკომენდაცია შემილია მოგცეთ, იმიტომ რომ დახუჭული თვალებით შეიძლება საკუთარ მოქვეცნობიერმა ისეთი კინოები დაგიდგას იქ და ასე ვთქვათ, ისეთი ილუზიები დახატოს, რომ ამას არაფერი საერთო არ ექნება რეალობასთან. იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, ამოიღო ღირებული ინფორმაცია შენი შინაგანი სამყაროდან, ამას ვასწავლი უშუალოდ ასე ვთქვათ, კურსზე, თუ ამას ცოტა სპეციალური მომზადება ჭირდება, როგორც აიკითხო ინფორმაცია, ცოტა ვთქვათ, უფრო სიღრმისეული შრეებიდან, საკუთარი ქვეცნობიერიდან, საკუთარი ველიდან და შემდეგ. ამას ესე ლაივში ვერ ვისვრი, ბოდიში. იმიტომ რომ ამას ცოტა უფრო მომზადებული პრაქტიკოსი ჭირდება ეს რაღაცებს. რომ გაარჩიოს ერთმანეთს, რომ ეს არის რეალური ინფორმაცია და ეს არის მისი წარმოსახვის ნაყოფი. აი, დაახლოებით ასე. აი, თამონაგზას მე დავიღვარეთ სრემლებად სეანსის დროს, მაგრამ მგონი კარგის ნიშანია. უყურეთ როგორ რაღაცა, როდესაც რაღაცა ემოცია არის გამოუხატავი, შეიძლება აი ახალი წარსულია რაღაცა, ხო, აი ეხლა ხდებოდა, შეიძლება რაღაც წლების წინ. როდესაც მუშაობთ ესე საკუთარ თავზე, ან ადამიანთან როდესაც მუშაობ, ეს სპაზმები რო იხსნება, ხო? შეიძლება წამოვიდეს ცრემლად, შეიძლება მთქნარება დაიწყო. შეიძლება, ასე ვთქვათ, პირველი 2 დღე სხეულმა ცოტა, ასე ვთქვათ, უფრო ინტენსიური რეაქციები ჩართოს, ნორმალური ამბავია. მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორდები, აი თვეში ერთხელ აი ეს 4 დღიანი ციკლი, უფრო ხშირად არ გინდათ. გააკეთეთ ეს 4 დღიანი ციკლი, იგრძნობთ ენერგიის, ასე ვთქვათ, მოზღვარებას, შემდეგ წადით და ეს ამ ენერგიის ინვესტირება გააკეთეთ რეალურ ქმედებებში, რეალურ შედეგიანობაში, ანუ აქტიურად იცხოვრეთ. იმიტომ რომ თუ მხოლოდ ენერგოპრაქტიკა გითხართ დაკავებული, ეს ენერგია გროვდება, მაგრამ ამის რეალიზაცია არ ხდება. ცოტა ხანში მიიღებთ ასეთ ძალიან არასახარბიელო შედეგს, როდესაც თქვენ ველს ექნებათ ეს სოკოს ფორმა, თავის არის დაბერილი ესე და ფეხები და ასე წელს ქვემოთ იქნება ძალიან სუსტი. აქედან გამომდინარე, ყველა პრობლემით, როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე სოციალურ ცხოვრებაში. ამიტომ ფსიქოტექნოლოგიები და ენერგოპრაქტიკები ეს არის საქმიანობის დამხმარე და წინწამწევი საშუალებები, მაგრამ ისინი არ ცვლიან უშუალოდ ქმედებას, არ ცვლიან აქტიურად მოქმედ სუბიექტს ცხოვრებაში. ხო და შეინარჩუნეთ აი ეს სუბიექტურობა, იყავით აქტიური სუბიექტი თქვენი ცხოვრების ავტორი. იმიტომ რომ თუ გადახვედით აი ეს მთლიანად მენტალურ სამყაროში და ენერგეტიკულ და სულიერ რაღაცეებში, ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ თქვენი ცხოვრება მთლიანად წაიღო აი რაღაცა ილუზორულმა მატერიებმა. კიდევ ერთი კომენტარი. სხეული თვითონ ითხოვს ახლა რაიმის კეთებას და თვალებით უფრო ფართოდ და ჯანმრთელად თვალები უფრო ფართოდ და ჯანმრთელად გავახილე. კი, ტიპიური
ეფექტია ესეთი ასე ვთქვათ პრაქტიკების დროს, ამიტომ აიღეთ, გამოიყენეთ, გინდათ რეიკის მეშვეობით, გინდა სიყვარულის ენერგიის მეშვეობით, მუშაობს გადასარევად. ცოტა ხანი შეამჩნევთ, რომ რაღაც აღარ ავადდები მარტივად, რო ვთქვათ. ძალიან კარგი პროფილაქტიკა ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობის. გესილდა ბადიოსანი ჩემო კარგებო, მადლობა ყურადღებისთვის, ვინც მისმენდით, ვინც ჩემთან ერთად ვარჯიშობდით, აკეთებდით ამას და მომავალ შეხვედრამდე. კარგად.